მწვრთნელი მარიამ სვანაძე და დავწერთ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს წარმოგიდგენთ პრეზენტაციას მნიშვნელოვანი ავტოიმუნური დაავადების სისტემური წითელი მყურას შესახებ. პირველ რიგში მოკლედ განვიხილოთ რა თემებზე ვისაუბრებ. მე ჩემს პაციენტის кейსის მიმდინარეობასთან ერთად განვიხილავ ხსენებული დაავადების სიმპტომებს პირველ რიგში, შემდეგ ამ დაავადების კვლევის და დიაგნოსტიკის მეთოდებს, შემდეგ ეტიოლოგიას, ანუ გამომწვევ ფაქტორებს, პათოლოგიას, დაავადების მიმდინარეობას და ბოლოს ვისაუბრებ რა თქმა უნდა მკურნალობას. მინდა გაგაცნოთ ჩემი პაციენტი, 22 წლის სტუდენტი ნინა, რომელიც ჩემთან მოვიდა შემდეგი სიმპტომებით. მას 13 თვის განმავლობაში ახასიათებდა მზრდადი დაღლილობა, თუმცა თავდაპირველად ამასაფრთხო სტრესს, თუმცა მოგვიანებით მას სახის მიდამოებში, როგორც ხედავთ, გამოუვიდა დამახასიათებელი უცნაური გამონაყარი, რომელსაც ჰქონდა პეპისებრი ფორმა. შემდეგ უკვე სხეულის ძესთან შემთხვევების ზედაპირებზეც გამოუვიდა გამონაყარი და მოვიდა ჩემთან დიაგნოსტიკისთვის. მე ფიზიკური გასინჯვის დროს დავადგინე ის, რომ მას პირისა და ცხვირის გულში აღენიშნებოდა უმტკივნეულო წყურვები, სწორედ ტკივილის არარსებობის გამო მან ვერ შენიშნა ისინი. გარდა ამისა, ის იყო მცირედ ჰიპერტენზიული, მისი წნევა სისუსტევა დაახლოებით 150 იყო 90-ზე. მან ასევე აღიარა, რომ აქვს იშვიათი ტკივილები ხელებში და სახსრების გახევება დილობით. საბედნიეროდ მისი გამონაყარი, რომელიც მე უკვე აღნიშნავ, პეპისებური გამონაყარი ბოღებზე და ასევე ძესთან შემთხვევების ზედაპირებზე ერითრომატოზული გამონაყარი იყო ძალიან დამახასიათებელი და სპეციფიური. ამიტომ ეს დამეხმარა იმაში, რომ დამისვა პირველადი დიაგნოზი და ჩემი აზრით ეს იყო სისტემური წითელი მყურა. ახლა სანამ გადავალ კონკრეტულად ნინას შემთხვევის განხილვაზე და სანამ დავასრულებ მისი ანალიზების და მკურნალობის შესახებ საუბარს, მინდა გითხრათ ზოგადად რა არის ეს დაავადება სისტემური წითელი მყურა და რადგან მის სიმპტომებზე უკვე ვისაუბრე, აქვე დავწერთ სხვა სიმპტომების შესახებ. თქვენ სურათზე ხედავთ იმ სიმპტომებს, რომლებზეც მე უკვე მოგახსენეთ. გარდა ამისა, სისტემური წითელი მყურა ისახება ორგანოთა მრავალ სისტემაზე. ის აზიანებს გულსის მყარდაჭერის სისტემას, ხშირად იწვევს ანთებებს, ენდოკარდიტს, ათეროსკლეროზს. ხშირია ამ დაავადების გავლენა ფილტვებზე. ყველაზე ხშირი გამოვლინება არის ხოლმე პლევრიტი. პაციენტებს აღენიშნებათ ხოლმე მუცლის მწვავე ტკივილი, ასევე სისხლში გვაქვს ლეიკოპენია, ანემია, შეიძლება ეს ანემია იყოს ჰემოლიტური, თრომბოციტოპენია და შესაბამისად შედეგებისა და სხვა პრობლემები. ასევე ტკივილები არის კუნთებსა და სახსრებში. პაციენტებს თითქმის ყოველთვის ახასიათებთ თმის ცვენა. მაგრამ ამ სიმპტომებთან შედარებით ყველაზე უფრო ძაფრად გამოხატული და ყველაზე უფრო სიცოცხლისთვის საშიში გამოხატულება ამ დაავადებას აქვს თირკმელებზე და პაციენტები სამწუხაროდ ხშირად სწორედ თირკმლის უკმარისობით იგუბებიან ხოლმე. სიმპტომების მიხედვით ამერიკელი ექიმების საზოგადოებამ შეიმუშავა სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები, რომლებიც როგორც ხედავთ 11 კრიტერიუმისგან შედგება და სწორედ იმ სიმპტომებს მოიცავს, რომლებზეც მე გარკვეულწილად ვისაუბრე, გამონაყარი, ფოტოსენსიტიურობა, სწორედ ეს იწვევს ერითრომატოზულ გამონაყარს პაციენტებში, რენალური დარღვევა, ნეიროლოგიური დიზორდერი და ასე შემდეგ. თუ პაციენტები აი ამ 11 კრიტერიუმიდან აკმაყოფილებენ 4-დან მეტს, უკვე არის საკმაოდ დიდი ალბათობა იმისა, რომ პაციენტი სისტემური წითელი მყურათი არის დაავადებული. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ ზოგადად რა იწვევს ამ დაავადების განვითარებას, ანუ რა არის ამ დაავადების მიზეზი. უნდა აღინიშნოს, რომ აი ეს მიზეზი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა მეცნიერებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ და დღემდე ითვლება, რომ ამ დაავადებას კონკრეტული გამომწვევი ფაქტორი არ გააჩნია. ეს არის მულტიფაქტორული დაავადება. პირველ რიგში მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს გენეტიკური ანომალიები. გენეტიკური განწყობის არსებობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ გენეტიკური კონკორდანსი მონოზიგოტურ ტყუპებს შორის არის 24% და მონოზიგოტურ ტყუპებს შორის მხოლოდ 2%-ია. შესაბამისად, გენეტიკური განწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჰორმონალური ფაქტორი, განსაკუთრებით კი ესტროგენის დონე ადამიანის ორგანიზმში. ეს კი დასტურდება იმით, რომ ქალებში ამ დაავადების დადგენის რიცხვი 9-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცებში. გარდა ამისა, ქალები მენსტრუალური ციკლის პერიოდში ან ორსულობის პერიოდში უფრო მეტად და მძაფრად ამჟღავნებენ ხოლმე დაავადების სიმპტომებსა და სიმწვავეს. გარდა ამისა,
დაავადების ჩამოყალიბებაზე მოქმედებს გარემო ფაქტორებიც. თუმცა გარემო ფაქტორებს ვერ ჩავთვლით გამომწვევ მიზეზებად, ისინი შეიძლება ეგრეთ წოდებული triggering event-ები გახდნენ დაავადების სიმპტომების გამომჟღავნებისთვის. ეს გარემო პირობები მოიცავს პირველ რიგში ინფექციებს, განსაკუთრებით ვირუსებს, ულტრაიზბერ სხივებს, რომლის მიმართაც ადამიანი ასევე მგრძნობიარე არის, სტრესს და სხვა ფაქტორებს, როგორიც არის რაიმე სახის წამლები და ასე შემდეგ. შემდეგ სლაიდზე თქვენ აი ამ გამომწვევ ფაქტორებს პირველ სვეტში ხედავთ, როგორც ხედავთ ეს გამომწვევი ფაქტორები არის გენები და გარემო და ახლა რას ხედავთ შემდეგ ეტაპებად. თქვენ ხედავთ დაავადების განვითარებას. ბოლო ეტაპზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ეს არის ორგანოთა სისტემებზე მიყენებული დაზიანება და ანთება. თუმცა რა არის ამისი საფუძველი და რა პროცესი ახდენს აი ამ პათოლოგიურ გამოვლინებებს ორგანიზმში. ორგანიზმში, როგორც თქვენ მეორე და მესამე ეტაპებზე ხედავთ, ხდება აბნორმალური იმუნური პასუხის ჩამოყალიბება, რაც ძირითადად გამოწვეულია ავტოატისხეულების ჩამოყალიბებით ორგანიზმში. შესაბამისად, ეს ავტოატისხეულების ჩამოყალიბება ისეთ მეორად პროცესებთან ერთად, როგორც არის კომპლემენტის აქტივაცია, იმუნური კომპლექსების დაგროვება, იწვევს ანთებას და შემდეგ უკვე ორგანოების დაზიანებას, რომლებიც ხშირად ძალიან მწვავე აღმოჩნდება ხოლმე. ახლა ვისაუბროთ აი ამ სწორედ არანორმალური იმუნური პასუხის და ანტისხეულების წარმოქმნის ეტაპებზე და მათ მახასიათებლებზე. პირველი პროცესი, რომელიც ავტოანტისხეულების წარმოქმნას განაპირობებს, არის ბეუჯრედული ანერგიის დეფექტურობა. როგორც ჩვენ ვიცით, ბეუჯრედები და ჩვენ სლაიდებს ვხედავთ, რომ ბეუჯრედები ცენტრალურად და პერიფერიულად გადიან ეგრეთ წოდებულ ჩეკპოინტებს, რომლის გარკვეულ შემთხვევაში ისეთი უჯრედები, რომლებიც ავტორეაქტიულები აღმოჩნდებიან, გადაირჩევიან, ისინი ან იხოცებიან, ან გადიან ისეთ პროცესებს, როგორც არის რეცეპტორ ედიტინგი, აზოტაიპ სუიჩინგი და ისინი საბოლოო ჯამში ავტორეაქტიულობას კარგავენ. თუმცა, თუ პერიფერიულად ისინი მაინც ავტორეაქტიულები აღმოჩნდებიან ხოლმე, ტრანზიციული ეტაპების მესამე ეტაპზე, აი ეს ამ ეტაპზე, ისინი იძენენ ანერგიას და შესაბამისად თავიანთი ავტორეაქტიულობის გამომჟღავნებას ვეღარ ახერხებენ. დაავადების მიმდინარეობის დროს რომელიმე ჩეკპოინტი, ამ ჩეკპოინტზე ბეუჯრედების გადარჩევა არის დარღვეული და ავტორეაქტიული ბეუჯრედები ახერხებენ გადარჩენას, შესაბამისად ავტოანტისხეულების წარმოქმნას. მეორე პროცესი, რომელიც ასევე მონაწილეობს აი ამ დაავადების განვითარებაში, არის ავტოანტიგენების წარმოქმნა. ახლა რა მოიაზრება ამ ტოპიკში, ასე ვთქვათ, როგორც ჩვენ ვიცით, ესეთი ბირთვული მოლეკულები, როგორებიც არიან ნუკლეინის მჟავები, ჰისტონური ცილები და ასე შემდეგ, როგორც წესი არ ხვდებიან ხოლმე უჯრედზორის სივრცეში. შესაბამისად, ისინი იმუნურ პასუხს არ აღწრავენ, რადგან ისინი თუ უჯრედი აპოპტოზურ მექანიზმს ჩართავს, მოინელებიან სხვა უჯრედების მიმართ და შესაბამისად იმუნური პასუხი მათზე არ აქვს. მაგრამ თუ გარკვეული ცვლილებების შედეგად მოხდა ბირთვული და პლაზმური მემბრანის დაზიანება და შესაბამისად ბირთვის შემადგენელი მოლეკულების უჯრედშორის სივრცეში გამოთავისუფლება, ისინი აღიზიანებენ პატერნების შემცვლელ რეცეპტორებს და სამწუხაროდ მათზე ხორციელდება იგივენაირი იმუნური პასუხი, როგორც ხორციელდება ხოლმე უცხო ანტიგენებზე. შესაბამისად, წარმოქმნება იმუნური კომპლექსები, რომლებიც დაგველექება სხვადასხვა უჯრედებსა და ქსოვილებზე და აი ამ იმუნური კომპლექსების დაგროვების მამლე ეფექტებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. კიდევ ერთი პროცესი, უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც აყალიბებს ამ დაავადებას, არის დეფექტური ურთიერთკავშირები სხვადასხვა ტიპის იმუნურ უჯრედებს შორის. ანუ როგორც უკვე ვთქვი, ამ დაავადების ჩამოყალიბება შეიძლება გამოიწვიოს უშუალოდ B უჯრედების დეფექტურობა, მაგრამ შეიძლება B უჯრედი იყოს სავსებით ჯანმრთელი, თუმცა მასზე დეფექტური T უჯრედის ურთიერთქმედება, ან თუ სულაც დენდრიტული უჯრედის დეფექტურობა გამოიწვიოს B უჯრედის ისეთი კონსტიმულაცია, რაც ჩამოუყალიბებს უკვე ანტისხეულებს, გამოათავისუფლებს პროინფლამატორულ ციტოკინებს და შესაბამისად გამოიწვევს უამრავი ტიპის დაზიანებას ორგანიზმში. მომდევნო სლაიდზე თქვენ ხედავთ კიდევ აი ეს მარცხენა მხარეს თქვენ ხედავთ კიდევ ერთ ფაქტორს, რომელიც განაპირობებს ამ დაავადების
ჩამოყალიბებასა და მიმდინარეობას და რაც ყველაზე უცნაური არის, ამ დაავადებაში კომპრომეტირების სისტემას უწოდებენ ორ პიროვან მახვილს, რადგან ერთი ტიპი ისინი გვეხმარებიან ამ დაავადების თავიდან აცილებაში და როგორც სლაიდის აღნიშნულ ნაწილში ხედავთ, ამ კომპრომეტირების განსაკუთრებით C1 კომპრომეტირის ნაკლებობა იწვევს სისტემური წითელი გუგურას განვითარებას, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ჩვენს ორგანიზმში უკვე არსებობს სისტემური წითელი გუგურა, კომპრომეტირების არსებობა უარყოფით როლს თამაშობს, რადგან ისინი იმუნურ კომპლექსებთან ერთად იწვევენ უჯრედებისა და ქსოვილების დაზიანებას. მივედებით ბოლო ეტაპს, რაც ფაქტობრივად ამ დაავადების მიერ გამოწვეული დაზიანების მთავარი ეტაპი არის. ავტოანტისხეულებისა და ავტოანტიგენების ურთიერთკავშირის შედეგად ორგანიზმში წარმოგვექნება იმუნური კომპლექსები და მათი დალექვა უჯრედებზე და ქსოვილებზე სამ ეტაპად ხდება. ჯერ ხდება იმუნური კომპლექსის ფორმაცია, შემდეგ დალექვა და მოგვიანებით ისინი უკვე იწვევენ ანთებით პროცესებსა და ქსოვილების დაზიანებას. აქ როგორ ახერხებენ იმუნური კომპლექსები პროცესების ჩამოყალიბებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. იმუნური კომპლექსები ერთი მხრივ აქტიურებენ კომპრომეტირების წარმოქმნას და მეორე მხრივ ისინი აქტიურებენ ეფექტორ უჯრედებზე FC რეცეპტორის ექსპრესიას. ეს FC რეცეპტორები არსებობს როგორც სტიმულატორული, ისე ინჰიბიტორული სახის და ყველაფერი ორგანიზმში ინფლამატორული პროცესების მიმდინარეობის შესახებ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თანაფარდობით გამოვლინდება უჯრედებზე სტიმულატორული და ინჰიბიტორული FC გამა რეცეპტორები. ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს პაციენტს, ვფიქრობ, მას შემდეგ რაც დაავადების მიმდინარეობა, გამომწვევი ფაქტორები და ის პროცესები ვიცით, რაც ამ დაავადების დროს ორგანიზმში მიმდინარეობს, უფრო ადვილი გასაგები იქნება. თუ ჩემ პირველადი დიაგნოზის დასმის შემდეგ, რატომ დავუნიშნე ნინას სისხლის საერთო ანალიზის გარდა ავტოანტისხეულების პანელის კვლევა და ასევე კომპრომეტირების რაოდენობის კვლევა. თქვენ სლაიდზე ხედავთ, რომ ნინას შემთხვევაში ავტოანტისხეულების რაოდენობა იყო მომატებული, მკვეთრად იყო გაზრდილი ანტინუკლეოტიდური ანტისხეულები, ანტიდიენემური ანტისხეულები და შემცირებული იყო კომპრომეტირების რაოდენობა, რაც მიგვანიშნებდა იმაზე, რომ კომპრომეტირების გამოყენება იყო გაზრდილი. მე ჩემს ვარაუდში გარკვეულწილად დამწვდი და დავალდა ნინას ხელმეორე ვიზიტს ჩემს კლინიკაში. ხელმეორე ვიზიტისას სამწუხაროდ ნინას გართულებოდა თავისი სიმპტომები, ბევრად უფრო მწვავედ იყო გამოხატული ჰიპერტენზია და მოსინჯვა ედემა, რამაც მოვიფიქრებინა, რომ სისტემურ წითელ გუგურას უკვე საკმაოდ მწვავე შედეგი ჰქონდა გამოყენებული თირკმლებზე და ზოგადად ჩარ გამოყვებ სისტემაზე. შესაბამისად ჩავთვალე, რომ ნინას მკურნალობისთვის ახლა ყველაზე კომპეტენტური იქნებოდა ჩემი კოლეგა რევმატოლოგის ჩართვა და ის დამითანხმა იმაზე, რომ აუცილებელი იყო ნინას თირკმლის ბიოპსიის ჩატარება. სურათზე თქვენ სწორედ ნინას თირკმლის ბიოპსიას ხედავთ და შესაძლოა გაუწევარ თვალისთვის ეს შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ პროფესიონალი შეამჩნევს, რომ აი ამ თირკმლის ბიოპსიაზე მკვეთრად არის გამოხატული იმუნური კომპლექსების დეპოზიცია, რაც იწვევს სწორედ თირკმლის დაზიანებას და სისტემურ წითელ გუგურასთან ერთად განვითარებულ თირკმლის დაავადებას მჭამელას ნეფრიტს, რომელიც აი ამ სისტემურ წითელ გუგურას გართულების ერთ-ერთი მთავარი მაგალითი არის და ეს სისტემური უბრალოდ მჭამელას ნეფრიტი ხშირად იწვევს ხოლმე თირკმლის შეუცვლელად დაზიანებასაც კი. შესაბამისად, ნინას დიაგნოზი დადასტურდა, მას გააცნო სისტემური წითელი გუგურა და მასთან ერთად მჭამელას ნეფრიტი თირკმლებში და უკვე დაიწყეთ ნინას მკურნალობა. ნინას შემთხვევაზე მე განვიხილო ნინას მკურნალობასაც და ასევე ზოგადად მკურნალობის მეთოდებს, რომელიც ამ დაავადების წინააღმდეგ შეიძლება შეუმუშაოთ. პირველ რიგში პაციენტმა უნდა გაიაზროს, რომ მდგომარეობა არის ქრონიკული, დაავადებისგან განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა შეიძლება მიუღწევს რემისიას და მცირე სიმპტომების მცირე შემცირებას. პირველ რიგში პაციენტი უნდა მოერიდოს მზისა
მცირესა და ულტრაისფერი სხივების პირდაპირ დასწრებებას უნდა დაიცვას მცირე ცხიმოვანი დიეტა. გარდა ამისა, ზედაპირული დაზიანებების სამკურნალოდ უნდა გამოიყენოს ზედაპირული სტეროიდები, ასევე ანტიმალარიული medicamente და ასევე ორალური სტეროიდებით, რაც შეეხება სისტემური მანიფესტაციების მკურნალობას, ანუ მკურნალობა ხდება კორტიკოსტეროიდებით, მაგრამ ხანგრძლივობა და დოზა კორტიკოსტეროიდებისა დამოკიდებულია დაავადების გამოვლენის სიმწვავეზე. არსებობს დაავადების მკურნალობის ახალი ექსპერიმენტული მეთოდებით, როგორც არის ძვლის წითელი ტვინის გადანერგვა, თუმცა ეს შედარებით უფრო რისკიანი და დაუნერგავი ტაქტიკა არის ამ დაავადების მკურნალობის დროს. როგორც უკვე აღნიშნეთ, დაავადება შეიძლება გადავიყვანოთ ასე ვთქვათ ქრონიკულ ნაკლებ სიმპტომურ სტადიაზე, თუმცა დაავადებისგან განკურნება ფაქტობრივად არ ხდება. აქვე ვიტყვის, რომ სტატისტიკურად, როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს დაავადება ქალებში 9-ჯერ უფრო ხშირად ხდება ვიდრე მამაკაცებში, ხდება უფრო მეტად მოზარდებსა და 40 წლის ხალხში და ყველაზე მეტი რისკის ქვეშ რასებიდან არიან აფრო-ამერიკელები. ჩემს სულ ეს იყო, ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის.